მოგესალმებით მეგობრებო. როგორც წინის წინა ვიდეოში მე თქვენ დაგვირდით, თუ რაიმე სიახლე იქნებოდა გურამ დადიანიძეზე, მე თქვენ ამის საქმის ყურში ჩაგაყენებდით. როგორც ირკვევა, ბოლო მონაცემებით, სამძებრო სამუშაოების შემდგომ, რომელსაც შინაგან საქმეთა სამინისტრო უძღოდა წინ, დაახლოებით 3 დღის განმავლობაში, რომელიც ქვემო მლეთას ტერიტორიაზე მიმდინარეობდა, საბოლოო ჯამში ვერანაირ შედეგზე ვერ გავიდნენ. არ არსებობს არანაირი კვალი. რაც იმაზე მიუთითებს, რომ შესაძლებელია გურამი ცოცხალია და ქმნის ახალ ალტერნატიულ თეორიებს იმასთან დაკავშირებით, რომ გურამი შეიძლება მოტაცებულია, გურამი შეიძლება მონასტერშია და მოკლედ პოზიტიური ერთადერთი რაც ის არის, რომ ადგილზე, ანუ ქვემო მლეთაში არ არსებობს არანაირი შლემი, არ არსებობს გადამოწმდა მათ შორის ის ჭა, რომელზედაც მისი მშობელი დედა ამბობდა, რომ ამოვსებული იყო და ქონდა ეჭვი, რომ შესაძლებელია მან ყოფილიყო, ანამე მოკლედ ყველაფერი გადამოწმდა, საბოლოო ჯამში არანაირი კვალი არ არსებობს. ასევე დღევანდელ ვიდეოში შევნა ვისაუბროთ იმ კრინჯ გოგოზე, კრინჯი გოგო რო იყო ძალიან ინტერვიუზე, რომ იმას ეჭდა ერთ-ერთ ჟურნალისტს და რომ დაბეჯითებით რო ყვებოდა, რომ არავე ხმაო გურამისი არ იყო და მთელ საქართველოს ძალიან ნეგატიური განწყობა გაუჩნდა მაგ ადამიანზე, რადგან ძალიან არაგულწრფელი იყო ყველაფერში, მაგასაც შევაფასებთ. მაგრამ სანამ ამ ვიდეოზე გადავალ, მეგობრებო, ერთი სამწუხარო ინფორმაცია მაქვს, გარდაიცვალა ერთ-ერთი უდიდესი ფოტოგრაფი და თავისი საქმის პროფესიონალი, თბილისის საპატიო მოქალაქე და თავისი საქმის ერთ-ერთი უზადოდ შემსრულებელი ადამიანი ბადრი ბადაჭკორია. რაზედაც მთელმა საქართველოს, მათ შორის მთავრობა, სხვადასხვა გამოჩენილმა ადამიანებმა გამოხატეს მწუხარება, გამოხატეს ძალიან დიდი, ესე ვთქვათ, სინანული ამ ადამიანის დაკარგვასთან დაკავშირებით და შესაბამისად მეც ჩემი არხით და ჩემი გამომწერების სახელით უერთდები ამ წუხარებას, გამოვხატავ მთელი ოჯახის მიმართ სოლიდარობას, გამოვხატავ მხარდაჭერას ყველანაირს და გვერდში დგომას და ღმერთმა გაანათლოს ეგ ადამიანი, რამდენადაც მე ვიცი, ჩემი არხის მაყურებელიც იყო, სამწუხაროდ არ მომეცა იმის საშუალება, რომ ცხოვრებაში ეგ ადამიანი გამეცნო და ეს უდიდესი ტრაგედია რა თქმა უნდა, რადგანაც რაც დრო გადის, ძალიან ბევრი ისეთი ადამიანი გვტოვებს, რომელმაც ძალიან დიდი ფასეულობა და ღირებულება შეუქმნა ჩვენს ქვეყანას. აქედან გამომდინარე, მთელ ოჯახს უზიარებ ჩემს მწუხარებას და მთელი ვიდეოს განმავლობაში არ მექნება დადებული ჩემს ბექგრაუნდზე არანაირი საუნდი და ეს იქნება ჩემი მცირედი, ძალიან მცირედი პატივისცემა და მხარდაჭერა ამ ძიმე მომენტში. მოკლედ, მეგობრებო, ეხლა რაც შეეხება გურამ დადიანიძეს. მოდი გადავიდეთ და ეხლა განვიხილოთ პირველი ის ინტერვიუ, რომელიც გითხარით, რომ თქვენს ძალიან ნეგატიურად განგაწყოთ. პირდაპირ ვიტყვი, რომ საერთოდ არ შეესაბამება ვიდეოში არსებული ხმა გურიკას ხმას. საერთოდ. ანუ დედამ. აი, როგორი დარწმუნებით საუბრობს, ბიჭო. მე საერთოდ ხალხ რომ აქვს ძალიან კარგი უნარი ადამიანი ამოვიცნო. აი, ფანტასტიკური უნარი. გინდა Instagram-ზე სურათი მანახე, გინდა Facebook-ზე მანახე, აი, თვალები არის, აი როგორც ფროიდი ამბობდა, აი როგორც სიზმარი არის გზა იმისკენ, რა ქვია, არაცნობიერისკენ, აი და თვალებში იკითხება ყველაფერი რა. შენ თუ ადამიანის საკითხვა შეგიძლია, შენ ფლობ საერთოდ ფსიქოლოგიას. ეხლა ამის თვალებში იმდენად დიდი ეროგანტობა, არაგულწრფელობა, იმდენ თელი ინტერვიუს ბოლომდე ვერ მოусმინა, იმდენად აი აღვივსე ამ რაღაცა არანორმალურად დიდი ნეგატივით. მობს რომ ის ფიქრობს მისი შვილის ხმა, თქვენ ამბობთ ეს რომ ეს საინტერესოა დარწმუნებული ვარ ყველასთვის, თქვენ დარწმუნებული ხართ? დარწმუნებული ვარ, რომ ეს არ არის გურიკას ხმა. დარწმუნებულია და როდესაც მშობელი დედა ამბობს, რომ გურამის ხმა არისო. ანუ მშობელ დედაზე უკეთესად ხვდება ვისი ხმა არის ვიდეოში ხალხნო? კაი, მე შეიძლება შევცდე კი ბატონო, რომ მე გურამის ხმა არ ვიცი როგორია ნამდვილი. ესაც შესაძლებელია რაღაც იმან მშობელი დედა რანაირად შეცდება მაგასთან, ეხლა საკუთარი შვილის ხმა ვერ ამოიცნოს. არ მჩერა მაგის. დედა არის ძალიან ტრამვირებული და დედა მის შვილს ეძებს ყველა ადამიანში და მე შენში ტრამვირებულობას ნამდვილად ვერ ვხედავ. ნამდვილად. ყველა ხმა შეიძლება მიამსგავსოს და მე სავსებით მისმის მისი ტკივილის და არ არის ეს ხო ხვდებით გასაკვირი რომ დედამ ვიღაცის ხმა მიამსგავსა მისი შვილის ხმას. თუმცა როგორც ვიცი ექსპერტიზას აქვს, ამის ავთენტურობა უნდა დადგინდეს, მაგრამ პირადად ჩემთვის ვიდეოს ავთენტურობაზე მეტად მნიშვნელოვანია ხმის ავთენტურობა. რა თქვა, გაიგეთ? ანუ მაგ ვიდეოს ავთენტურობის დადგენა არც არავის აინტერესებს. ხმის ავთენტურობაზეა საუბარი, მეგობარო.
ნახე? ვიდეო დადებულია 2014 წლის ივლისში. ფიზიკურად AI ვერ იქნება. 2014-ში AI არ იყო, YouTube არ იტყუება. არ იტყუება, იმიტომ 2014 წელს არის ზაფხულში დადებული ვიდეო. ანუ ვიდეოს ავთენტურობაზე საერთოდ კითხვაც არ ისმის. აქ არის ხმის ავთენტურობა. ჯერე გაარკვია. ვიდეო შეიძლება იყოს ავთენტური, ანუ რას გულისხმობ? ვიდეოში დადებული, ვიდეოში არსებული ხმა შეიძლება არ იყოს დადებული და იყოს ის რეალური კადრი, რაც არის გადაღებული და საერთოდ დაუმონტაჟებელი და პირდაპირ ატვირთული. მაგრამ ეს ხო იმას არ ნიშნავს, რომ ეს ხმარი გურიკასი. უნდა მოხდეს ხმის ავთენტურობა. თან ამათმა როგორც მე ვიცი, როგორც მე არ ჩიტმა როგორც ამბავი მე მომიტანა. როგორც ისინი რეკავდნენ, ჟურნალისტები ურეკავდნენ ამათ და ეუბნებოდნენ, რომ ეხა ინტერვიუზე უნდა ჩაგწიერთო, ჯერ შეთანხმდნენ ერთმანეთშიო რა უნდა ელაპარაკათო. ნუ ერთ-ერთ წამოწდა ეგეთი რამე, რომ ეხა ჩვენ შევხვდებითო ერთმანეთს და მერეო ჩავწეროთო ისო ინტერვიუ. ანუ აი რაღაცა იგრძნობა, აი ნახეთ, აი ხო გეუბნებით რაღაცა იგრძნობა, არა გულწრფელი. და მე საერთოდ შინაგან საქმეთა სამინისტროს ზოგადად მე რას ურჩევდი, როგორც ჩემი ერთ ძმური და ჩემი აზრი, უბრალოდ სუბიექტური აზრი. რა იქნებოდა, რომ ბიჭო, საგამოძიებო პროცესები ქვემო მლეთაში გასაგებია, მესმის და მანდაც არის მედლის მეორე მხარე, რომელიც ჩემი აზრით უნდა დავაფიქსირო, რომ ეხა 12 დიდი დრო არის მეს შემდგომ გასული ეხა რა. მე ვიცი, რომ ეხა ისინი ულტრათანამედროვე ტექნიკითა და სხვადასხვა მოწყობილობით ცდილობენ, რომ გასულიყვნენ ან შლემი ეპოვათ, ან აიმე ანაბეჭდი, ან რამე ძალიან ბევრი რაღაცა, ხო? რამე რაც კვალზე გაიყვანა. თუ ჩემი აზრით იმდენი რამე ხდება და იმდენი რამე იცვლება ზოგადად, რომ ეხა ის ფაქტი, რომ ვიღაცა გამოვიდეს და იცი რა თქვას, რომ მაგალითად აი მე სიტყვაზე მივაგენი რაღაც ესე არ ხდება ხალხს ქვემო მლეთაზე გვაქვს საუბარი. ქვემო მლეთა არის, რა ვიცი ხა. რამდენი წვიმა მანდ ხდება, რამდენიმე წელი მანდ ხდება, რამდენი ძალიან მარტივად შეიძლება ძალიან მოკლე დროში განადგურდეს ძალიან ბევრი სამხილი, ძალიან მარტივ დროში. ეგეც ვერ ვიტყვი 100%-იანია. ცუდად არავინ არ გამიგოს, იმიტომ რომ ხო, ეს არავინ არ ვიცით, ამდენი დროს განმავლობაში ხალხო რომ ბევრი რამე შეიძლება მოხდარიყო. ეხლა მეორე საკითხი. ამათ ჯგუფს ვინებიც იყვნენ, კარგი ტიპებს ვისაც უსმინე, აი არ მჯერა რომ ჩემი აზრია კიდევ ერთი, მე შეიძლება ვწდები კი ბატონო და რავი, ღმერთი იყოს საჯული ამ ყველაფრის. არ მჯერა ამათი გულწრფელობის რა გავაკეთო. აი ხანახავ ფიქრდები, ანუ ისეთი ტიპები დადიან ეკლესიაში და ისეთი ტიპები აი ლომისაზე ავედი, რაღაც ხვარი გავა, ისეთი ქრისტიანს არ გავს ადამიანი ხალხო. როგორი ურთიერთგამომრიცხავი ურეკავენ ჟურნალისტი ხა ჯვარი წერია მოდი ხალხო სიტუაცია წარმოვიდგინოთ ხა რომ მეგობრებთან ერთად წავედი სადმე და რომელიმე მეგობარი ეგრე დავკარგე ჯვარი ყველას წერია და მე ვიღაცა ჟურნალისტი მირეკავს თუნდაც მთავარი იყოს კაცო ფორმულა ვინც არ მევასება კაცო დამირეკო ჟურნალისტმა და მთხოვოს რომ ინტერვიუ მოდი ნიკა შენთან ჩავწეროთ იმიტომ რომ შენი მეგობარი დაიკარგა ეხა და ვისთან უნდა შევათანხმო არავის რა თქმა უნდა თანახმაო რომ ჩავწერო ინტერვიუ. რატო იცი ჩემ მეგობარს ეხება, ჩემ ჯგუფელს ეხება, ჩემ რავი მეგზურს ეხება, ხო? ადამიანის სიცოცხლეს ეხება, სხვა ყველაფერი რო დავივიწყოთ. და ისინი როგორ არიან, ისი გონორებით ლაპარაკობენ, რა იცი თქვენ ეგრე ხალხის უარყოფითი ნეგატიური განწყობები მოდის, ბიჭო წამოვა განწყობები ნეგატიური. იაზვურად რო ელაპარაკები მობილურზე ჟურნალისტებს და იმას რა გონია რომ ვიღაცა შენ არ შეგეხება ადრე თუ გვიან? და ქართველ ხალხს ძალიან კარგად შეუძლია მაგ ყველაფერს რეაგირება და ძალიან კარგად მიხვდა კიდევაც არაგულწრფელი რო იყო ყველაფერი. ეგ არა შეიძლება გურამ დადიანიძეს. თუ ჩვენ გავყვებით ხალხმა იმ თეორიას რომ გურამის ვერანაირი კვალი იქ ვერ იპოვეს და ამინ ღმერთმა ქნას რომ არანაირი ტრაგიკული შემთხვევა იქ არ ყოფილიყოს და ეგ ბავშვი ცოცხალია. განიხილება უკვე სხვა თეორიები. პირველი თეორია რომ გურამი არის მონასტერში არ ვიცი მანდ როგორ აღმოჩნდა, აი პირდაპირ გემოვნებით ხა არ ვიცი საერთოდ ეგეთი აი როგორ ხდება გონების გადატრიალება ადამიანის უარყოფითად არ ვამბობ ზოგადად მაგას ხომ ხა ხო ეგ მონასტერში წასულაც ის კი არ არის კაცო ისე არ გამიგოთ მაგრამ ისე რომ უცებცილდები აბსოლუტურად ელო ოჯახს ყველას და გაუფრთხილებლად არ მემიდიხარ კითხვის ნიშნებია მანდაც ძალიან დიდი სად შეიძლება იყოს იმიტომ რომ როგორც ვიცი მშობელმა დედამ დაიარა მონასტრები დაიარა კერიები აბსოლუტურად ყველგან შემოწვა იყო შესაძლო ეჭვიტანელი რომ ვინმე შეიძლება იყო ანუ ეჭვი იყო გაჩენილი რომ ის ადამიანი რომელიც კადრებზე ჩანს რომელიც ჩვენ ახლა შეიძლება ეგ არისო რომელიც ეგ არ აღმოჩნდა
თუ ეს თეორია არასწორია, უნდა განვიხილოთ უკვე მეორე თეორია რა არის, რომ გურამი მოიტაცეს. ეხლა გურამის მოტაცება ესე გეგმიურად ხალხო ვერ მოხდებოდა, როგორც ირკვევა ეხლა მოწმეთა ჩვენებებიდან, ქვემო მლეთაში და ლომისობაზე წასულა და იგეგმა იმ დილით. ეხლა იმ დილით ეხლა ისეთი მომენტია, რომ ბავშვი ადგე და ეგრე მოიტაცო საიდანღაც ესე. ანუ ეგრე არ ხდება. ეხლა მანდაც ძალიან ბევრი კითხვის ნიშანია, ეხლა როგორ იმ შუაღამის აღამე ეხლა იმ სამსაძე ვინ იცოდა სხვა რომ იქ დახვედრო და ისე როგორ უნდა მოიტაცო ახმა ვერ გაიგოს ადამიანი. აი ძალიან ბევრი კითხვის ნიშანია მანდაც. ძალიან ბევრი. არის მესამე ვარიანტი. მესამე არის აბსურდულთან ახლოს, მაგრამ დედამისმა თქვა და ეხლა მე მინდა ქალბატონს დავესეს ხო ეგა თეორია რომელიც არსებობს რომ რავი შეიძლება ამ ბავშვმა რაღაც ისეთი ნახა რომელიც არ უნდა ენახაო და გარკვეული ვიღაცა ადამიანებმაო ეს ადამიანი შეიძლება რავი გაკოჭეს და სადმე ამოობის და სადღაც მალავენო ეს დედამისმა თქვა ეგ თეორია ეხლა იქ ბევრი რაღაც იყო იქ რაღაც არ ვიცი მამინდა მისიო თუ რაღაც არ მინდა ოჯახურ თემებში შევიდე ჩემი საქმე არ არის დავიტოვებ ამის უფლებას რომ მე მაგაზე კომენტარს არ გავაკეთებ ოჯახის საქმე არის ოჯახის საქმე მანდ ვერ შევალ და ვერ დავიწყებ ეხლა ვის უფრო მეტად უყვარდა ვის მეტად არ უყვარდა და ამ ბავშვმა რა ნახა და ვინ ვისთან იყო და ვინ რასთან იყო ეს ჩემი საქმე არ არის და არ მინდა ამ სენსიტიურ თემებს შევეხო ბუნებრივია მეოთხე რაზე შეიძლება ჩვენ დავფიქრდეთ ანუ ნახეთ როგორი მომენტი არის ხალხო ეხლა ადამიანი მე იმ ორ ვიდეოში რომელიც გურამზე მე ჩავწერე რადგანაც ეს ბოლო თემებში აქტუალურია და მე ძალიან გულთან ახლოს მომივიდა მე მან თქვი ესეთი რამე რომ ადამიანები ეს არ ქრებიან ხალხო ანუ ნახეთ შენ რო სადმე წახვიდე ეს ვერ გაქრები მოულოდნელად რამე რაღაცა უცხო პლანეტელი რაღაცა ფრინავითებში ვერ ჩამოვა დაბლა და იმ რაღაცას ვერ გაანათებს და ვერ აქწევს და ვერ გაქრები ხო ანუ ჩვენ თუ დედამიწაზე დავრჩევით, ყველაზე აბსურდული თეორიები გრჩება. და თან ამავდროულად მაგ აბსურდულ თეორიებთან ერთად ჩვენ გრჩება ისეთი სახის მცირე შესაძლებლობის მატარებელი, ესე ვთქვათ, ვარიანტები, რომელიც რო განვიხილოთ ახლა ხო, ანუ ავი დავემსგავსებით ალბათ ან ბრტყელი დედამიწის თეორეტიკოსებს და მაგას მიმდევრებს, ან უფრო უარესებს. ანუ აქამდე რაც შეიძლება განხილულიყო იმასთან მიმართებაში რომ თუ გურამი დაიღუპა მაგალითად და მის რაღაც კვალშონ გვეპოვა ხო ქვემოვლეთაში და მადლობა ღმერთს და მე ძალიან დიდი იმედი მაქვს რომ შსს ხო წინა შემეშალა ეგ ყველაფერი და გადამიარეს და როდესაც ძალიან სწრაფად ლაპარაკობს ადამიანი ეშლება ეგ ჩვეულებრივი მომენტია მაგრამ ვიღაცებს უყვართ მაგას ქულების დაწერა შინაგა საქმეთა სამინისტრო შსს ხო დაკმაყოფილდით ვინც წინაშე დაუკმაყოფილებელი იყო მაგას ეხლა უყურეთ ანუ იმდენად აბსურდული რაღაც არის ეხლა რომ ვიღაცამ გაიტაცა მაქედან რაღაცა დახვდა იქ რუსეთის საზღვარია და ან ის ძალიან აბსურდული ადგა ბიჭი მოულოდნელად დაუცები მონასტერში გაუჩინარ და ანუ ძალიან მე აბსურდულება ეგენიც რა აი რაღა დაგიმელდა პირდაპირ გეუბნებით აი მე აი საქმე გაიხსნება ადრე თუ გვიან და მე გეუბნებით მე აი ჩემი სიტყვა თქვენ დაიმახსოვრეთ მე ადამიანის თვალებში ვკითხულობ ადამიანი რო ლაპარაკობს, ანახეთ როგორი მომენტი ეს არის ეზოთერიკაში და იმაში ადრე რო სწავლობდი, თვალების ჰაბიტუსი პირდაპირ მოდის თვალებიდან, რა ბიბლიაში წერია, თვალები არის სულის სარკე. ადამიანი რომ ელაპარაკება, თვალებში ზუსტად ვკითხულობ რეალურად რა უნდა. აი ვიღაცა ვიგოდნიკურად რო გიდგება და რაღაცას სჭირდება და ვითომ გიყენებს და თავის ჭკუით რო გონია რომ შენ შტერიხა და ვერ იგებ, ხო ეს ებრაული სკოლა ძალიან კარგად ვიცი. ეხა ეს ლაპარაკობს და თვალებზე აბსოლუტურად სხვა რაღაც ეთყობა რა. გინა ეზოთერიკოსი დამიძახონ, ეხა გინა ექსტრასენსი. თვალებში აბსოლუტურად სხვა რაღაც წერია. აქ არის შიგნით რაღაცა ხალხო, მე გეუბნებით, მე მითქვიო. აქ არის შიგნით რაღაცა. რაღაცა მოხდა შიგნით. და რაღაცა იციან ამ ადამიანებმა. აი რავი, აი ეგეთი განწყობა მაქვს, აი ეგეთი სუბიექტური აზრი დაუძახეთ. ეხლა მე არავისთან არ მივიდივარ, ბრალს არ უყენებ რა თქმა უნდა, კაცი, მე საუბარ ჩემი აზრი, ჩემი სოფხედულობა რა და ჩემი ესე ვთქვათ, ფუფები და მე მჯერა რომ თქვენც მაგას ფიქრობთ. ესე რაღაცა იქ გაუჩინარ და იქ ეხლა თეორიებს თვითონ ექმნიან, აი იქ მონასტერში ხო არ წავიდა, იქ ხო საზღვარზე ხო არ გაიპარა, არის რა ზღაპრებს ყოფით ეხლა. აქ ეხა უნდათ კვალის არევა ამათ. მე ესე ვფიქრობ, აი მე ესე მგონია, არ ვიცი. აი გაიხსნება საქმე, ღმერთი მაღალია, ყველაფერს იმაშვება და დედამისის იმით რა ქვია, როგორც ეხა ხალი რა დღეში იყო და რა ერებიც მაგან გაიარა და გულთან ახლოსაც რტო მომივიდა, ხო ეგ ამბავი, ხო? ეხა მაგის გარდა არა, ეხა ილია ფილფანია კიდე დაკარგული 20-20-ში რო დაიკარგა ბავში სვანეთიდან. ბევრი შემთხვევა ეგეთი და ზოგადად გულთან ახლოს მომდის ეგეთი რაღაცები, იმიტომ რომ არის უჩვეულო ანომალიური მოვლენები რა.
ვერ მიაკნეს ვერც მაგ ბავშვის ყვალს, მისი ბაბუაც ეგრე ის დაიკარგა, არავინ არ იცის მისი ალიკვალი. ჯილდოც იყო 20-20 და 20-21 იყო რა, რაღაც ეგ პერიოდი იყო. ჯილდოც იყო მაშინ გამოცხადებული, ეწებოდა ოჯახი, ნუ სამწუხაროდ როგორც მე ვიცი, ბოლო მომაცემები ვერც ეგ ვერ იპოვეს. და ამ საქმიდან, ამ გარემოებიდან გამომდინარე, მე მაინც ყოველთვის ეჭვის თვალით უყურებ იმ ადამიანების და იმ გარემოცვას, რაც იქ ხდება რა. ამიტომ მე რატოღაც გონია, რომ აქ ადამიანების ხელი უფრო ურევია. არ მგონია მოზარდი 17 წლის ბიჭი ესე მონასტერში მიდიოდეს, ან რუსეთში მიდიოდეს, ან კიდე ესე ვთქვათ, უცხოპლანეტელები ადამიანებს იტაცებდნენ, არ ჯერა მაგების. მე ერთი რამის დეკლარირებულად მჯერა და აგერ უკან ხედავთ მაკიაველის ის რომ იგედია, ის რომ ადამიანი ცბიერი არსება არის და ადამიანი მე ვიცი რის გამკეთებელიც არის და რაზეც შეიძლება წავიდეს ადამიანი. არ ვიცი, ეხა ეს არის ბოლო ნაწილი მე რომელიც ამ თემაზე გადავიღე, იმიტომ რომ თუ კიდე მომავალში ღმერთმა ქნას ეგ ბავშვი ცოცხალი გამოჩნდა, რამე რა თქმა უნდა კომენტარს გავაკეთებ, მაგრამ ეხა ამ სამი ვიდეოთი მე ამ თემას ამოვწურავ. რადგანაც ჩემი აზრით მთლიანად დაიხურა ამ მომენტში ხელთ არსებული ყველანი ინფორმაციის, ვინებიც ინფლუენსერები იყვნენ, შინაგან საქმეთა სამინისტრო, ჟურნალისტები, ნუ ამოიწურა მასალა, ხო? ეხა ამოიწურა, აღარ არის ფიზიკურად მეტი მასალა, აღარ არის, ხა. რა შეიძლება ჩვენ ჩავებხაუჭოთ, ხო? უნდა ვეძებოთ სხვა ადგილას, ვეძებოთ სხვა განზომი იმაში, რა ქვია, სხვადასხვა ლოკაციებზე, ხო? ღმერთმა ქნას რაიმე კვალზე გავიდნენ და ღმერთმა ქნას ვიღაცებმა აღიარონ რაღაცებს. არ ვიცი, ჩემი აზრი, ჩემი სუბიექტური მსოფლმხედველობა, თუ თქვენ მე მეთახვებით დაწერეთ აბლა კომენტარებში, ან თუ თქვენ რაიმე სახის სხვა ინფორმაციას ფლობთ, ასევე დაწერეთ, დალაიქეთ ვიდეო, გამოიწერეთ არხი და ელოდეთ კიდევ ძალიან ბევრ საინტერესო ვიდეოებს შემდგომ. დროებით.